არის პოდკასტი ეკოლოგიურ დეტექტივზე. ვიჭერთ ფრინველებსაც, ვიჭერთ წვრილ ძუძუმწოვრებსაც, ვაგროვებთ მათგან ტკიპებს. ბაქტერია, რომელიც ცხოვრობს ამ რეზერვუარ ორგანიზმებში, ამას უკმეს ტკიპა, შემდგომში მის ორგანიზმში გადაინაცვლეს ბორელი, იქ გამრავლდება, მერე უკვე გვიკვირვეს ჩვენ და დაახლოებით 60 საათში მათ შენარჩუნებას ბუნებაში განაპირობებენ ხვლიკები. გვაქვს მუნიციპალიტეტების ან გეოგრაფიის მიხედვით ქვეყნის ცხელი კერები, ანუ სადაც პრევალენტობა ამ ლაიმის დაავადების გადამდანი ტკიპის და თვითონ იმ ბაქტერიას, რომელიც იწვევს ამ ლაიმის დაავადებას, მაღალია. ტკიპა გამოდის ჩვენ შუაში. ანუ ტკიპა არის ვექტორი, რომელსაც რეზერვუარის სახეობიდან გადააქვს ადამიანში და სხვა მასპინძლებში, ხო ესეთი ის პათოგენი. ჯასტინ ტიმბერლეიკი უბრალოდ თითქმის არაფერს არ აკეთებს და სცენაზე უბრალოდ დგას. ჩვენ გვაქვს 15,000-მდე ტკიპა მოგროვილი უკვე და გაანალიზებული და ეს რო შევაჯამოთ, ესე იგი მივდივართ ადგილზე, ვაგროვებთ ტკიპებს, ამ ტკიპებში საზღვრავთ პათოგენს, მათ სახეობრივ მრავალფეროვნებას, თითოეულის პრევალენტობას, ანუ წილი რა არის, ამავე ადგილიდან ვცდილობთ დავიჭიროთ ფრინველები, დავიჭიროთ წვრილი ძუძუმწოვრები. იცოდის, რომ საქართველოში არსებობს პარალელური სამყარო, სადაც მთავარი მოქმედი პირები არიან არა ადამიანები, არამედ არიან მღრღნელები, არიან ფრინველები, არიან ტკიპები და სხვადასხვა პატაწინა არსებები. დღეს ჩვენ საუბრობთ ბორელიაზე. ეს არ არის უბრალოდ რაც დაავადება, იმიტომ რომ ჩვენთვის შეიძლება ნაცნობი სახელები იყოს ლაიმის დაავადება, ბორელიოზი და ასე შემდეგ. ჩვენ საუბრობთ სისტემაზე, როგორ მუშაობს ბორელია, რომელიც არის ბაქტერია, შემდგომში გვყავს რეზერვუარი ორგანიზმები, გვყავს ვექტორული ორგანიზმები და საბოლოო ჯამში დაავადება, რომელიც შეიძლება ადამიანებში გამოვლინდეს. დღეს ჩვენ არ ვისაუბრებთ წამლებზე, არ ვისაუბრებთ კლინიკურ მედიცინაზე, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ იშიფრება სწორედ ეს კოდი. რისთვისაც სტუმრად მოვიწვიეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი ლევან ნინუა. ლევან, ძალიან დიდი მადლობა და აქვე მინდა კიდევ ერთი რჩევა გავითვალისწინო ჩვენი მსმენელის, რომელმაც თქვა, რომ უბრალოდ თქვითო ვინ ხართო, ვინ ლაპარაკობთო და მე ვარ ზურა ალხანიშვილი, ჯანმრთელობის ხელშეწყობის სპეციალისტი და ჩემი კოლეგა სანდრო შკიკუჩვილი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტი. ლევან, ძალიან დიდი მადლობა. ლევანი და მისი კოლეგები დღეს მუშაობენ სწორედ აი ამ სახეობების აღრიცხვაზე და ქმნიან რუკას, რომელიც მომავალში გვექნება, მაგრამ მინდა რომ პირველი კითხვით სწორედ ამაზე საუბრი დავიწყოთ, რომ საიდან გაჩნდა ამ რუკის გაკეთების იდეა, რატო იყო ესეთი აუცილებელი და რატო ჩათვალეთ თქვენ ამ მკვლევრების ჯგუფმა, რომ ეს იყო ის საკითხი, რომელიც დღეს ჩვენ ძალიან გვჭირდება. ალბათ უნდა დავიწყოთ იქიდან რაღაც პატარა განმარტებები უნდა გავაკეთოთ, რომ გაურკვეველი არ დარჩეს მაყურებლისთვის, მსმენელისთვის. რა არის ეკოლოგია? და ალბათ უნდა ვისაუბროთ, რატომ მნიშვნელოვანი გარემო ცხოველთა დაავადებების ეკოლოგიის შესწავლა, იმიტომ რომ ეს პირდაპირ არის კავშირში ადამიანის ჯანმრთელობასთან. არ ვიცი თქვენ რა გამოცდილება გაქვთ, ხშირად მსმენია ეკოლოგია ბევრი ადამიანისთვის ასოცირდება რაღაც გარემოს დაბინძურებასთან, როგორც ეს პირდაპირ ასოციაცია ეგ არის. რაც რეალურად არ არის მართალი, ეკოლოგია სწავლობს ეკოსისტემაში ცოცხალი ორგანიზმების ურთიერთკავშირს და მათ კავშირს ურთიერთკავშირს გარემოსთან. გარემო ცხოველთა დაავადებების შემთხვევაში, განსაკუთრებით თუ ეს არის ზოონოზური დაავადებები, ეკოლოგია სწავლობს თვითონ პათოგენის, აგენტის რეზერვუარის სახეობის, სადაც ხდება შენარჩუნება ამ პათოგენის და თუ ვექტორულ დაავადებებზეა საუბარი, ვექტორის ურთიერთკავშირის და მათ კავშირის ურთიერთკავშირს ასევე გარემოსთან. უფრო დეტალურად რო ვთქვათ, მათ სახეობრივ მრავალფეროვნებას ყველა ჩამოთვლის გენეტიკურ მრავალფეროვნებას, ამ გენეტიკური მრავალფეროვნების გეოგრაფიულ განაწილებას, ასევე თითოეული სახეობის ეს ვექტორი იქნება თუ რეზერვუარი იქნება მათ გავრცელებას და ეს ყველაფერი არის დაკავშირებული ამ ყველაფრის კავშირის გარემო პირობებთან, რომელიც არის ცვალებადი. და შესაბამისად ცხადია მის ცვლილებასთან ერთად შეიცვალოს ეს ყოველივე ხსენებული, რაც ვახსენეთ აქამდე. და ეს ცვლილებები მე მგონი ისე ძალიან ათელია. ხო, ახლა რასაც ვაკვირდები სტატიებს რო ვკითხულობ რაღაცა ამ ძალიან კარგი ვებგვერდია ერთი, სადაც კიდევ ახალი ინფექციური იმის აი ყველანაირ მონაცემს კრებენ მთელი მსოფლიოდან და დროთა განმავლობაში ამას რო ვუყურებ, სულიზდება ვექტორული დაავადებების წილი, რაზეც მე ვიმსჯელებთ, რა შეიძლება იყოს ამის საფუძველი, მაგრამ პრობლემა არის. კი, ნამდვილად დღითიდღე აქტუალური ხდება ეს და აი რომ დავასრულოთ ეკოლოგიის მნიშვნელობაზე,
დაავადების ეკოლოგიის შესწავლის მნიშვნელობაზე. აი მაგალითად რო ავიღოთ, თუ გვაქვს ეპიდემიოლოგიური მონაცემები ნებისმიერი პათოგენის და დაავადების ადამიანში და მის განაწილებაზე, ხო? თუ არ ვსწავლობთ ამ პათოგენის და დაავადების ეკოლოგიას, არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, რატომ ხდება ეს, როგორ ხდება და როგორ შეიძლება ეს მომავალში შეიცვალოს გარემოს ფაქტორების ცვლილებასთან ერთად. შესაბამისად არ გვექნება იმის პროგნოზირების ურანი, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს მომავალში ყველაფერი. და მზად დავხვდეთ ამ ყველაფერს. და ეს მონაცემები, რაღაც ძველი მონაცემები ქონდა, როგორც ვიცი, ხო? აი ამ ტიპებთან დაკავშირებით მაგალითად, ხო? ეხლა რა კი ამ შემთხვევაში ჩვენ ძირითადი თემა მაინც ეგ არის. აი რა მონაცემები ქონდა, რომ ანუ ესეთი რაღაცა რუკასავით მანამდეც იყო გაკეთებული, როგორც მახსოვს. გავრცელება სახეობების, ხო, მეტნაკლებად ძალიან უხეში იყო ეს. რატომ მივედით მაგამდე ცხადია ამ მთელი სისტემის, ვექტორული დაავადების სისტემის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ვექტორი და ცხადია, თუ სურვილი გვაქვს შევისწავლოთ სხვა ვექტორული დაავადებები, ბუნებრივია გვინდა ვიცოდეთ, რომელი ვექტორი, პოტენციური ვექტორი სახეობები არსებობს ჩვენთან. ამ მიმართულებით ბოლო ალბათ 50 წელი, ნახევარი საუკუნეა, ან არ განახლებულა, ან უმნიშვნელოდ განახლდა მონაცემები. ეს პერიოდია, როცა ჯერ კიდევ მოლეკულური მეთოდები, გენეტიკური მეთოდები არ იყო განვითარებული, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ზუსტად განსაზღვროთ სახეობა და ამ პერიოდში ფაქტიურად სახეობის რკვევა ხდებოდა მხოლოდ მორფოლოგიაზე დაყრდნობით. აქვე უნდა ითქვას, რომ ტკიპები ისეთი ჯგუფია, რომელთა მორფოლოგიური კვლევაც ხშირ შემთხვევაში გარკვეული ჯგუფების საკმაოდ რთულია. გარდა ამის, ამ პერიოდის მანძილზე მოხდა მრავალი სახეობის გაერთიანება, სინონიმიზაცია, ზოგიერთმა სახელმა დაკარგა თავის ტაქსონომიური მნიშვნელობა, აღარ არსებობს ესეთი სახეობა, გაჩნდა ახალი სახეობები, რაღაც სახეობის კომპლექსები შეიქმნა, ანუ მანამდე ერთ სახეობად რო იყო ცნობილი, აღმოჩნდა, რომ გენეტიკურად ახლოს მყოფი ბევრი ვალიდური სახეობა, ან რამოდენიმე ვალიდური სახეობა გაჩნდა ამ ერთი სახეობის შიგნით. შესაბამისად გახდა საჭირო, რომ გაგვეახლებინა ეს ცოდნა და გარდა იმისა, რომ ვცოდნოდა რამდენი სახეობა ამ გენეტიკური მეთოდებით შესაძლებელი გამხდარიყო, შედარებით მარტივად გაგვერკვია მორფოლოგიურადაც ერთმანეთისგან ეს სახეობები. ვინაიდან გენეტიკური მეთოდი საკმაოდ ძვირად ღირებულია და ცხადია ამ შემთხვევაში თუ ავიღოთ ჩვენ გვაქვს 15,000-მდე ტკიპა მოგროვილი უკვე და გაანალიზებული და ცხადია მომავალში ყველა ინდივიდზე გენეტიკური ანალიზის გაკეთება იქნება საკმაოდ რთული და ძვირად ღირებული. კი ბატონო, აი ტკიპაზე რო დავრჩეთ რა და ჩვენ ძირითადი სასაუბრო თემაც ტკიპები იქნება დღეს. რო განსაზღვროთ ძირშივე ტაქსონომიურად, აი რა ტიპის ორგანიზმი არის ტკიპა ბიოლოგიურად, და რომ ბევრი უბრალოდ მწერთან აასოცირებს ამ ორგანიზმს, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე და რამ განაპირობა მისი ეს რა ქვია წარმატებული ევოლუციური სვლა. თორე ეს არ არის უბრალოდ წერი, ხო? წერი არის რა თქმა უნდა, ანუ თუ ესე პარალელს გავაკეთებთ, აი მწერი ნებისმიერ მწერი რო ავიღოთ ბუზი და ტკიპა რო შევადაროთ ერთმანეთს და ახლობით ისეთი უხეში შედარება, მაგრამ იგივე ადამიანი შევადაროთ ქათამს ან ნებისმიერ ფრინველს. რატო ეხლა თუ ავიღებთ ლინის მიერ შემოთავაზებულ კლასიფიკაციას, სადაც 8 იერარქიად ლაგდება მთელი ცოცხალი ორგანიზმები, ორგანიზმები ერთიანდება სახეობებად, სახეობები გვარებად, გვარები ოჯახებად, რიგებად, კლასებად, ტიპებად, სამეფოებად და დომენებად. ტკიპა მიეკუთვნება ტიპ ფეხსახსრიანებს, სადაც გაერთიანებულია ფაქტიურად ყველა ვექტორი, დაავადების ვექტორი. მათ შორის მწერების ფეხსახსრიანები არიან, თუმცა მიეკუთვნებიან სხვადასხვა კლასს. ეს იგივეა, ანუ ადამიანის შემთხვევა რო ავიღოთ ისე ჩვენ ვართ კლასით ძუძუმწოვრები და ფრინველები მიეკუთვნებიან კლას ფრინველებს, ხო? აი ტკიპა და ფრინველი მიეკუთვნება ბოდიში ტკიპა და მწერი მიეკუთვნება სხვადასხვა კლასს. ტკიპა მიეკუთვნება კლას ობობებს. ანუ ობობებთან გაცილებით ახლოს არიან ვიდრე მწერებთან და ესე დამკვირვებელი, აი პირველი დამკვირვებელმა რაც შეიძლება ვინც ვერ ერკვევა ამ სფეროში, რაც შეიძლება შენიშნოს საერთო ფეხების რაოდენობა, 8 ფეხი აქვს ობობასაც და ტკიპასაც, კი ბატონო.
და ლევან ისიც რომ განმარტოთ ეს ვექტორი რას ნიშნავს, იმიტომ რომ ჩვენ ბევრჯერ ვახსენებთ მაგას. ვექტორი დაავადებების ჭრილში ესენი არიან ორგანიზმები, როგორც უკვე ვახსენეთ, ძირითადად ფეხსახსრიანები, რომელთაც ერთი ორგანიზმიდან გადააქვთ მეორე ორგანიზმზე პათოგენი. ძირითადად ეს არის რეზერვუარი სახეობიდან, რომელიც ინახავს ბუნებაში პათოგენს, გადააქვს მეორე ან იგივე რეზერვუარ სახეობის წარმომადგენელზე, ან უბრალოდ სხვა მიმღებ სახეობაზე, რომელიც შეიძლება ინფიცირდეს. ვექტორული დაავადებები, ანუ ხდება სულ უფრო პრობლემური, ამაზე ლაპარაკობთ წეგან და კოლეგებთან ამ ეპიზოდის ვსადების დროს, როცა დავუკავშირდი ექიმებს სხვადასხვა კლინიკაში, ვკითხე ჩემს მეგობრებს ეს შემდეგ და მათაც მითხრეს, რომ კი გვაქვს ეს შემთხვევები და მაგალითად ლაიმის დაავადება, ხო? ლაიმის დაავადება ხშირად ხდება ხოლმე სხვადასხვა სოციალურ ქსელებში და ეს შემდეგ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი ალაპარაკა ამ დაავადების შესახებ, მათ შორის აი ბოლო რაც მახსენდება იყო ჯასტინ ტიმბერლეიკი, რომელმაც მე გავახსენებ ახლა ჩვენ სმენდეს თუ არ გახსოვთ რა იყო, რომ ჯასტინ ტიმბერლეიქს ჰქონდა მსოფლიო ტური, მაგის მერე იყო საქართველოში როცა ჩამოვიდა და მანამდე მაგალითად TikTok-ზე ძალიან ხშირად იყო ხოლმე ვიდეოები, როცა ჯასტინ ტიმბერლეიკი უბრალოდ თითქმის არაფერს არ აკეთებს და სცენაზე უბრალოდ დგას და ამას მოყვებოდა ხოლმე ძალიან ბევრი კრიტიკა, რომ აი რატო იქცევა ასე, სხვადასხვა შეფასებები ბუნებრივია კეთდებოდა და მოგეთ ამ მსოფლიო ტურის დასრულების შემდეგ მან განაცხადა, რომ ის უკვე ძალიან დიდი ხანია ებრძვის ამ ლაიმის დაავადებას და ეს არის მიზეზი, რომელიც ხშირ შემთხვევაში მის რაღაცა უნარების პარალიზებას იწვევს. და ლაიმის დაავადება ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც იწვევს ეს ბორელია, ჩვენთან ახლა ბორელიოზის სახელით, უფრო ზოგადი სახელით არის ეს ყველაფერი ცნობილი და ის განეკუთვნება სწორედ აი ამ ვექტორული დაავადებების კლასს. რაც შეეხება თვითონ ამ ლაიმის დაავადებას, ლაიმის დაავადება საქართველოში გვხდება, ვრცელდება სეზონურად. მოდიმად უფრო იმატებს ხოლმე და ეხლა ზუსტი სტატისტიკა რომ წინასწრებთან შედარებით გაიზარდა არ გაიზარდა ეს არ გვაქვს, მაგრამ სტაბილურად პრობლემა რო არის, ანუ ესეც ვიცით. და ჩვენთან როგორი არის, რამდენად მრავალფეროვანი არის ამ ტკიპების აი ეს სახეობები საქართველოში? როგორც მოგახსენეთ, აი 15,000 ხო ბევრია ცოტა თუ აი როგორ 15,000 ინდივიდი გვაქვს შეგროვებული. სახეობებს რაც შეეხება აი ძველ ლიტერატურაში, რომლის განახლებას დიდი ხანია არ მომხდარა. იქ ითვლება, იქ წერია იყო მეცნიერი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობდა, ნადიჟდა ჯაფარიძე, რომელსაც აქვს ეს ბოლო მონაცემები შეგროვებული ამასთან დაკავშირებით, იქ ნახსენებია 29 სახეობა. დღეს გენეტიკური მეთოდებით, რაც ნამდვილად გვაქვს დადასტურებული ამ ჩვენ შეგროვილ სინჩში, გვაქვს 15 სახეობა, რომლის რაოდენობაც სავარაუდოდ გაიზრდება, იმიტომ რომ გეგმავთ კიდევ უფრო მეტი ტერიტორიების განსხვავებული ეკოსისტემების დაფარვას ამ კვლევის ფარგლებში, შესაბამისად მომავალი 1-2 წელი გვაჩვენებს, ასე ვთქვათ. ანუ ამ თვალსაზრისით მაინც მრავალფეროვნება გვაქვს, ესეც ისე. და ეხლა როგორც მახსოვს, ზოგადად ამ ტკიპების მრავალფეროვნება ზოგადად ეკოსისტემის მრავალფეროვნებაზე მიუთითებს ხოლმე, იმიტომ რომ აი ამ კვების ჯაჭვში მე სხვა რაღაცა ორგანიზმებიც არიან, რომლებიც ესე იგი ამით იკვებებიან და ანუ ეს სისტემა კარგად ფუნქციონირებს. ხო. ზოგიერთ შემთხვევაში, ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ესეთ დეგრადირებულ ეკოსისტემაშიც გვხვდება ბევრი ტკიპა, იმიტომ რომ იმის გამო რომ შეიძლება იქ რაღაც სპეციფიკური მაგალითად ძოვება ხდება და გარკვეული სახეობა ასოცირებულია ამა თუ იმ შინაურ ცხოველთან. და შესაძლოა, რა ვიცი, ძალიან ბევრი ნახოთ აი მაგალითად ეროზირებულ, გადაძოვებულ საძოვარზე. კი ბატონო. აი თქვენი გუნდის მუშაობის აი პრაქტიკული სარგებელი კიდევ უფრო რო გამოვკვეთოთ რა ჩვენი მაყურებლისთვის, ანუ თქვენი მთავარი მიზანი რა არის ამ შემთხვევაში ვისაუბრეთ ამ ინფორმაციის მონაცემების ნაკლებობაზე, სიძველეზე, ასე შემდეგ. ანუ
ვიცით რომ არის გავრცელებული კონკრეტული სახეობები, მაგრამ აი ჩაწერამდე საუბრობთ რომ ამის უკან დგას არაერთი მნიშვნელოვანი პროცესი, რის მიხედვითაც შეიძლება მაგალითად სახელმწიფო ჯანდაცვის ორგანოები აპროგნოზებდნენ როგორი გავრცელება იქნება ამა თუ იმ დაავადების აქედან 2 წელიწადში, ან სად უნდა ელოდონ აფეთქებების კერებს და ასე შემდეგ. ანუ თქვენი აი ეს ბოლო წერტილი, ანუ ახლო ამოცანები რა არის და საბოლოო მიზანი რაში გამოიხატება ამ თქვენი გუნდის მუშაობის პრაქტიკული თვალსაზრისით. ისე რომ მივიდეთ დავიწყოთ იქიდან რა არის ჯანმრთელობის ერთიანი მიდგომა, ხო? ეს არის და რაზეა მიმართული? ეფექტურად თავიდან აცილებაზე, ხო? პანდემიების, ეპიდემიური აფეთქებების და მიმართულია იქით რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ადამიანის ჯანმრთელობა, შინაური და გარეული ცხოველების ჯანმრთელობა, ხო? ჩვენი ნაწილი რასაც ჩვენ შევისწავლეთ, შეეხება სწორედ აი ამ გარეულ ცხოველებს და დაავადების ეკოლოგიის აი ამ ნაწილს. და ალბათ აი ამ სამი სექტორის, რომელიც ვახსენეთ, ხო, ჭიდრო თანამშრომლობის გარეშე ის საბოლოო მიზანი, რაც ამ ერთიან ჯანმრთელობის სისტემას აქვს, ვერ მიიღწევა. შესაბამისად, აი ჩვენ ვასრულებთ აი ამ ერთი რგოლს, ანუ ვავსებთ ცოდნას აი ამ ნაწილში გარეულ ცხოველთა დაავადების ეკოლოგიის ნაწილში. კი ბატონო, აი ხა ისე ამ ბორელიასო დავუბრუნდეთ, ხო? ეხლა და რომ ავაწყოთ ეს სისტემა, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს პირველი ნაბიჯი, ეს არის ბაქტერია, რომელიც შემდგომში აი ამ ვექტორების საშუალებით, რომელიც არის ამ ტკიპების საშუალებით, საბოლოო ჯამში მიდის უკვე ადამიანამდე როგორც დაავადების გამომწვევი. მაგრამ შუალედში ჩვენ გვაქვს, ხო, რეზერვუარი ორგანიზმი, მასმიძელი ორგანიზმები და ასე შემდეგ, ხო? აი ეს ხაზი ახლა კიდე რომ განმარტოთ ამ ბაქტერიიდან და დაავადებამდე გზა როგორია? ხო, რო შეხედოთ ალბათ ტკიპა გამოდის ჩვენ შუაში. ანუ ტკიპა არის ვექტორი, რომელსაც რეზერვუარი სახეობიდან გადააქვს ადამიანში და სხვა მასპინძლებში, ხო, ესეთ ვის პათოგენი. მანდ არის ყველა თბილსისხლიანი თუ ბორელიას ავიღებთ თბილსისხლიანი ორგანიზმი ვერ იქნება რეზერვუარის ეგრეთ წოდებული კომპეტენცია არ აქვს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია პრაქტიკულად ყველა თბილსისხლიანი ინფიცირდება ბორელიათი, ხო, მაგრამ მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს მათგან უნარი ბაქტერია გადასცეს კომპეტენტურ ვექტორს. ეს თელ თავისებურებებთან არის დაკავშირებული, რომელზეც საუბარიც ალბათ შორს აგვიყვანს, მაგრამ ერთ-ერთი იდეა მთავარი რამ არის ის, რომ ამ რეზერვუარს უნდა გქონდეს ბაქტერიის გამრავლების უნარი და ეს ბაქტერია უნდა ლოკალიზდებოდეს კანში. იმ რაოდენობით, რომ რეზერვუარმა კომპეტენტურმა ვექტორმა შეძლოს მისი აღება და მერე ცალკე გადავალ ვექტორის კომპეტენცია რა არის. და ესეთი ორგანიზმები არის შედარებით მცირე რაოდენობით. აი ბორელიას შემთხვევაში საკმაოდ მრავალფეროვანია კომპეტენტური რეზერვუარების სია, ასე ვთქვათ. ბორელიას შემთხვევაში თვითონ ბორელიას ბაქტერიაც საკმაოდ მრავალფეროვანია. რამოდენიმე სახეობა არის გავრცელებული და ყველა ეს ერთად ბორელია ბურგდორფერის კომპლექსში მოიხსენიება და ყველა ეს ერთად იწვევს ლაიმის ბორელიოზის სიმპტომებს. ეს არის ბორელია ბურგდორფერი თავად, გარინი, აფსელი, ვალაიზიანა, ლუსიტანე, რომელიც საინტერესოა მისი რეზერვუარი, კომპეტენტური რეზერვუარია. გახლავთ ლაცერტიდები, ერთ-ერთი ჯგუფის ხვლიკები. ანუ მათ შენარჩუნებას ბუნებაში განაპირობებენ ხვლიკები. აი გარენის და ვალაიზიანას შემთხვევაში მაგალითად კომპეტენტურ რეზერვუარს წარმოადგენენ ძირითადად ფრინველები, ხოლო რაც შეეხება აფსელს, ის ძირითადად გვხვდება მაგალითად მცირე ზომის ძუძუმწოვრებში, ძირითადად მღრღნელებში. რაც შეეხება ვექტორს, აქაც ბორელიას შემთხვევაში ცნობილია ერთი ძირითადი კომპეტენტური ვექტორი, ეს არის Ixodes ricinusი, რომელიც წეგან ვახსენეთ, თუმცა თვითონ ამ Ixodes-ში ბევრ სახეობას არჩევენ. აი მაგალითად, ის ნუსხა, რომელიც ვახსენეთ, ჩვენთან გავრცელებული ტკიპების, რაც მანამდე იყო წერილი, თუ სწორად მახსოვს 11 სახეობა Ixodes-ის გვარში ნახსენები. ჩვენ ჯერჯერობით ამ გენეტიკური მეთოდებით დავადასტურეთ ორის არსებობა. Ixodes ricinusი და frontalisi და ბორელია გვაქვს ორივეში ნაპოვნი. ეგ ცალკე კვლევის საკითხია. რა როლი აქვს თქვათ ამ მეორე ტკიპას, როგორც ვექტორს. თუმცა
XODS რიცინუსი ყველაზე მრავალფეროვანია ჩვენთან და დიდი ალბათობით თავარ როლს, თავარ ვექტორს სწორედ ეს XODS რიცინუსი ასრულებს ჩვენთანაც. აი სვენელს რო გავუმარტოთ, რამდენად შესაძლებელი არის რომ ამ ვექტორის გარეშე ამ რეზერვუარმა მასპინძელმა ორგანიზმმა პირდაპირ გადასცენ ადამიანს ინფექცია. ვექტორული დაავადების იმედი ქვია, რომ ძირითად შემთხვევაში ეს ვექტორის garaშე ვერ ხდება და არ ხდება. თუმცა შეგვიძლია გამონაკლისად მოვიყვანოთ, მაგალითად არის ვექტორული დაავადება, არის სტულარემია, ალბათ გაგიგიათ, არ ვიცი, ამას ბაქტერია იწვევს. რომელიც გადაცემის ძირითადი გზა არის ვექტორის მეშვეობით, თუმცა აი მაგალითად ხნელებში და ლაგომორფებში, სადაც კურდღლებით შედიან, საკმაოდ დიდია სიკვდილიანობა ხშირად აფეთქებები ხდება ეპიზოდიები წყლის მიერი ინფიცირების, ანუ ამ ტულარემიის გამომწვევს აქვს არ ჭირდება მაინც და მაინც ცოცხალი ორგანიზმი და ორგანული ნივთიერებით დიდარ გარემოში საკმაოდ წარმატებით შეუძლია გამრავლდეს. თუმცა ისიც ვექტორულ პათოგენს მეყოდება ძირითადად გადაცემა ადამიანზე ყოველ შემთხვევაში ხდება ტკიპის მეშვეობით. ეს კითხვა იმიტომ დავსვი რომ ახლა ჩვენს მენებს რაღაც პატარა ძუძუმწოვრების მიმართ ხშირად აქვს ხოლმე რაღაცნაირი ზიზღის და სინამდვილეში ხშირად ისე ხდება ხოლმე რომ თვითონ არაფერ შუაში არ არის ეს ჩვენი ვექტორები არიან ის დამნაშავეები რომლებსაც გადმოაქვს ჩვენზე არ არის კარგი ზოგადად სიფრთხილე ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას რომ ფრთხილად არ უნდა ვიყოთ ნებისმიერი სხვა ლევან ეს ბაქტერიები და ამ შემთხვევაში ეს ბაქტერია მაგალითად როცა ცხოვრობს ამ რეზერვუარ ორგანიზმში მათ ზიანს არ აყენებს, ხო? იყენებს როგორც რეზერვუარს, როცა იქ ცხოვრობს, ხო ესეა? ნიშნულოვან ზიანს იდეა ეგ არის რომ ნიშნულოვან ზიანს არ აყენებს, თუმცა ძირითადად ისე ხდება ხშირად მაგალითად თუ ავიღებთ მაგალითად ვირუსს, ცოფის ვირუსის რეზერვუარი არის გარეული ძაღლისებრები ძირითადად და ცოფის ვირუსით ინფიცირება ნიშნავს გარდაუვალ სიკვდილს. უბრალოდ საინკუბაციო დრო შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში მისი რეზერვუარის სიკვდილსაც ნიშნავს გარდაუვალ. ისევე როგორც ვექტორულ ორგანიზმს არის. აი ამ არის კვლევები, რომელიც მიანიშნებს, რომ შეიძლება რაღაც მომენტში უპირატესობას საინჯებდეს. ანუ პირდაპირ კავშირები არ არის დაჭერილი, თუმცა შედარებულია ორი ჯგუფი ინფიცირებული ბორელიათ ინფიცირებული ტკიპები გაცილებით ეფექტურად იმარაგებენ მაგალითად ცხიმს, რუხი ცხიმია ესეთი ცხიმის სახე, რომელიც ფაქტიურად აძლებინებს მას ხშირად წელს და შეიძლება 2 წელსაც მსხვერპლის გარეშე. ეს გავლენას ახდენს მათი მობილობის უნარზე და ასე შემდეგ. ანუ მსგავსი კავშირები არის ნანახი და დაჭერილი. რაც შეეხება იმუნურ პასუხს ხო ნებისმიერი ორგანიზმის მიმართ, უცხო სხეულის მიმართ ყალიბდება ჩვენი და ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის იმუნიტეტიც ცდილობს რომ აირიდოს თავიდან. აი პათოგენის და რეზერვუარის და ვექტორის კოევოლუცია, თანაევოლუცია წავიდა ისე წარიმართა, რომ აი ტკიპების შემთხვევაში მაგალითად ტკიპის ნერწყვში არის ნივთიერება, რომელიც ასე ვთქვათ ნიღბავს, ფარავს ბორელიას ზედაპირულ ანტიგენებს, რომ თავისივე იმუნიტეტის სამიზნე არ გახდეს. და ადამიანის ორგანიზმშიც ხო ესე მუშაობს, ხო ეს ბორელია, ანუ აი რამდენიმე თვალსაზრისით ძალიან საინტერესო ბაქტერია, იმიტომ რომ ანუ ჯერ აი ხა ეკრანზე დაინახავს ჩვენ მსმენელი, რომ დაახლოებით როგორ გამოიყურება ეს ბაქტერია. ხო მე ცოტა ის მაქვს, ხა მე ვარ ძალიან დიდი გულშემატკივარი ნებისმიერი ყველაფრის რაც დედამიწაზე არსებობს, მაგრამ აი ეს პატარა რაღაცები, ძალიან პატარები, რომლებსაც შეუძლიათ სადმე შეძრომა, მაგაზე ცოტა მაჟრიალებს და ამიტომ მე მაგას არ ვუყურებ, მაგრამ თქვენ უყურეთ ეკრანზე რაც არის, როგორ გამოიყურება ეს ბორელია და ანუ ის ღივით არის და მას შეუძლია სპირალური ფორმა აქვს და აქტიურად მოძრაობს საკუთარ და ისეთ ადგილებში შესვლა შეუძლია, რომელიც სხვა ესეთი მიკროორგანიზმების როგორც წესი, აი ხრტილებში და ასე შემდეგ, რომელიც როგორც წესი არის ხოლმე სხვებისთვის მიუწვდომელი და ასევე აი ხარ რაც ლევანი ლაპარაკობდა ხო, რომ ეს იმუნური სისტემის მოტყუება შეუძლია, ანუ
ჩვენი ორგანიზმი სწავლობს ხო იმ ერთი რაღაცა კონკრეტული ცილის ამოცნობას, რომელსაც აღიქვამს როგორც მტრად და მასზე შეუძლია იმუნური პასუხი, მაგრამ მე ეს ამ ცილების კონფიგურაციას იცვლის და ისე გადარჩება ორგანიზმშიც, რომ ვითომც არაფერი ყოფილა. და მეორე უკვე აი ამ ტკიპებთან ურთიერთობა, რომლებთან ძალიან სიმბიოზია, ძალიან კარგად აქვს ალაგებული და მოგვარებული სულ ყველაფერი და აი ეს რამდენიმე კომპონენტი საერთო ჯამში ამ დაავადებას ქმნის, როცა უკვე დაავადების სახით ვხედავთ ძალიან რთულად სამართავად და ჩვენი იმუნური სისტემისათვის ძალიან დიდი გამოწვევაა. ვერ ხედავს, ვერ ცნობს, მე როცა ცდილობს რაღაცა დაუშავოს და მისი ნავადი იბრძოლოს, ამაზე ინსტრუმენტები საკმარისი აღარ გააჩნია და ასე შემდეგ. და იმდენად ფართო სპექტრი არის სიმპტომებს, რომ მე ვიცნობ ადამიანებს, ვისაც ჰქონიათ ლაიმის დაავადება, მაგალითად და აი დიდი ხანი, როგორც წესი, აი სიმპტომების დაწყებიდან დიაგნოზის დადგენამდე პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივი არის ხოლმე რა, იმდენად განსხვავებული და არასპეციფიკური ნიშნებია. სანამ ამ ნიშნებზე ვსაუბრობ და დიფერენციალური დიაგნოზია ძალიან ერევა და სასარგებლო ინფორმაცია იქნება, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ტკიპასთან ურთიერთობის ტკიპის ნაკბენის შემდეგ ასე ვთქვათ, ნიშნულოვანია, რომ თუ თვითონ გააკეთებენ ამას, ნუ სასურველია, რომ სპეციალისტმა მიმართონ შესაბამის ცენტრს და ისე მოხდეს მოცილება ამ ტკიპის განსაკუთრებით თუ ღრმად არის ჩასული, თუმცა მნიშვნელოვანია მე მონიტორინგი, თუ ამას არ გააკეთებენ და თავისით მოიცილებენ ტკიპას, ხო? მნიშვნელოვანია იმ ადგილის მონიტორინგი, იმიტომ რომ ბორელიას ინფიცირების შემთხვევაში ფაქტიურად უტყუარი ნიშანია, თუ ხდება ეგრეთ ჩნდება ტკიპას ნაკბენის გარშემო ეგრეთ წოდებული მიგრირებადი ერითემა, რაც გამოიხატება აი სამიზნის მაგვარ წითელ რგოლში, ცენტრში წითელი წერტილით, რომელიც დროთა განმავლობაში ფართოდ მიგრირებადი ერითემაც მაგიტო ფაქტობრივად ესეთ ნიშანი არ ჩნდება ბორელიათ ინფიცირების 100% შემთხვევებში, თუმცა როცა ეს ჩნდება ფაქტობრივად უტყუარი ნიშანი იმის რომ ადამიანი ნიშანია და ანტიბიოტიკური თერაპია, რაც ადრე დაიწყება და თავის დროზე მიმართავენ შესაბამის დაწესებულებას, მით უფრო ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ აი ეს სიმპტომები გამოვლინდეს მოგვიანებით, რომელიც ზოგიერთ ადამიანს მთელი ცხოვრება ტანჯავს. ალბათ ეგეც მნიშვნელოვანია, რომ თქვა, იმიტომ რომ აი ტიმბერლეიკის შემთხვევაში და ნები ბევრი სხვა ადამიანის შემთხვევაში, მას შემდეგ რაც ხდება ანტიბიოტიკური თერაპია, ითვლება, რომ ბორელია თლიანად ქრება ორგანიზმში და ყოველ შემთხვევაში დღემდე არ არის მაგის მტკიცებულება ნაპოვნი არც ერთი ფორმა, არც პათოგენის დნმ თვითონ პათოგენი ამ კურნალობის შემდეგ ორგანიზმში ვერ პოულობენ, თუმცა სიმპტომები მაინც რჩება, რაც დიდი ალბათობით სავარაუდოდ დაკავშირებულია იმ სტრუქტურულ დაზიანებასთან, რაც მიაყენა უკვე სანამ კურნალობა დაიწყო. ხო, ანუ ხანგრძლივად შეება ის კორელაციის შეუცვლელობა. განსხვავებულია ის სახეობები, რომ ახსენეთ ზოგიერთი ნეირობორელიოზი იწვევს ყველაზე მძიმე ფორმა, რაც არის ზოგი კანის ფორმას. გულზე მულტიორგანული დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს და თავარი სივერაგია იმაშია, რომ კი რა თქმა უნდა ეს ერითემა მიგრანსი, რაც მიგრირებადი ერითემა რაც ახსენეთ, ანუ სამიზნის მაგვარი შუაში ცენტრი და გარშემო კიდე ერთი ესეთი წრე, წითელი პათოგნომური ნიშანია, თუმცა სივერაგია იმაში, რომ პირველ რიგში რომ ეს ტკიპა საანესთეზიო საშუალებას ავიდუშვებს ჩვენ კაზე და ვერ ვგრძნობთ, რომ მიმაგრებული ვარ და ისეთ ადგილას არის, სადაც ვერ ხედავ, ანუ ზურგზე, დუნდულებზე, ანუ საზარდულის ნაწილში, მოიშორებ და უკვე სიმპტომები რო გეწყება, მე ხვდები, რომ რაღაცაში არის საქმე და მე შეიძლება იპოვო ეს ტკიპა, ასე ვთქვათ რა. ამიტომ ხო ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ხშირად მოხდეს რეაგირება ექიმთან კონსულტაციის ფონზე. და აი ხდება კიდე მინდა რომ ანუ აი ეს ჯაჭვი კიდე ერთხელ რომ ავაწყოთ. ანუ ბაქტერია, რომელიც შეიძლება გვხვდებოდეს ანუ ამ ხვლიკებში, ფრინველებში, მღრღნელებში, ხო ესეა? მერე აქედან გადაცემა როგორ ხდება უკვე აი ამ მაგათად ტკიპებზე. ტკიპა იკვებება დამოკიდებულია მისი არსებობა, დამოკიდებულია მასპინძელზე, რომლის ზეც პარაზიტირებას ახდენს, ხო, ექტოპარაზიტია. მის სისხლით იკვებება ამ ესე იგი რეზერვუარის კომპეტენციის მქონე მასპინძლებში კანში, ზედაპირზე, სხეულის ზედაპირზე კანში ნარჩუნდება ბორელია იმ რაოდენობით, რომ შესაძლებელია კვებასთან ერთად მოხდეს კომპეტენტურ
ვექტორში. ვექტორში კიდევ მრავლდება ესე იგი შუა ნაწლავი ქვია, ასე ვთქვათ, ესე დაყოფილი მომნელებელი სისტემა, სადაც მოხვედრის შემდეგ ბორელია იწყებს აქტიურ გამრავლებას. და ფაქტიურად ეს ტკიპის მიერ კვების დაწყება არის მაინიცირებელი იმის, რომ გამრავლდეს, გავიდეს ტკიპის ჰემოლიმფაში, სისხლში, ასე ვთქვათ. ხო, რო თბება, ხო, როცა იკვებება, ის რო იკვებება ტემპერატურა რო იმატებს ტკიპის ორგანიზმში, ამის არის სიგნალი, რომ უკვე უნდა გადაინაცვლოს. კი ბატონო, და მე უკვე მიყვება ეს. მე მიდის სანერწყვე ჯირკვლებში. სანერწყვე ჯირკვლებში. და სწორედ ის არის, ან ბორელია შემთხვევაში, რაც შეიძლება სხვა პათოგენების შემთხვევაში ეს დრო არ გქონდეს, ბორელია შემთხვევაში დაახლოებით 60 საათი არის საჭირო მთელი ამ პროცესისთვის შუა ნაწლავიდან რომ მიაღწიოს სანერწყვე ჯირკვლებამდე და არა საკმაოდ გადასცეს პათოგენი ადამიანის შესაბამისად დროული შენიშვნა და სწორად მოცილება ტკიპის ამცირებს რისკებს რომ ადამიანი ინფიცირდეს ბორელიით თუნდაც იმ შემთხვევაში როცა ტკიპი ინფიცირებულია ბორელიით, მატარებელია ბორელის. კი ბატონო. ანუ ამ ბაქტერია, რომელიც ცხოვრობს ამ რეზერვუარ ორგანიზმებში, ამას უკმეს ტკიპა, შემდგომში მის ორგანიზმში გადაინაცვლოს ბორელი, იქ გამრავლდება, მერე უკვე გვიკვებენს ჩვენ და დაახლოებით 60 საათში თუ ეს ტკიპა კიდევ იქ არის, ბაქტერია მოახერხებს უკვე ადამიანის დაინფიცირებას, მერე მოვიშორებთ ამ ტკიპას, ოდესმე ხო ვიპოვოთ, რა ვიცი, ან თვითონ წავა და თვითონ წავა ისე? რა თქმა უნდა. ხო, წავა და თვითონ წავა და მერე რაღაცა დიდი პერიოდის შემდეგ შეიძლება რაღაც სიმპტომებმა შეიძლება არც, მაგრამ შეიძლება რაღაც სიმპტომებმა შეგვაწუხოს, მერე ექიმები დიდ გასაჭირში არიან, იმიტომ რომ სიმპტომები ძალიან შენიღბულია, ძალიან ბევრ სხვა დაავადებას გავს და საბოლოო ჯამში თუ დაგვესვა დიაგნოზი კი ვიმკურნალებთ, მაგრამ მანამდე იმედია რომ დიდ ზიანს არ მიაყენებს ჩვენს ორგანიზმს, იმიტომ რომ როგორც ვთქვით, მან შეიძლება რომ სიმპტომები დატოვოს განკურნების შემდეგ, იმიტომ რომ ზიანებულია ამიტომ მნიშვნელოვანია რომ აქამდე არ მივიყვანოთ, ვიცოდეთ როგორ მოვიქცეთ. ყველაზე კარგი პრევენცია ნებისმიერი ტკიპის მიერ დაავადების არის პრევენცია, რომ არ მოხდეს ტკიპა ჩვენს ორგანიზმზე. ეს არის სწორი ტანსაცმლის ტარება, რეპელენტების ხმარება და ყოველთვის ველიდან დაბრუნების შემდეგ ეს იქნება უბრალოდ ხო, დათვალიერება სხეულის. სხვათა შორის არის ისეთი კავშირი გამოვლენილი, რაც მალე მოხდება შხაპის მიღება, ალბათობა იმის, რომ ალბათ ჯერ კიდე ტკიპა, რომელიც კარგად არ არის ჩამაგრებული, ცილდება ამ პერიოდში. ანუ ამცირებს რისკს, რომ არა სალაშქროდ რო ხარ რა უნდა. უნდა დაითვალიერო ისე. ალბათ უნდა დაითვალიერო, ხო და მაქსიმალურად ეცადო ტანის ამოსის და რეპელენტების დარებით, რომ აიცილო ტკიპის ხო. კი ბატონო, ახლა თქვენ როცა ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, ნუ ეს კვლევები მაგის ბაზაზე მიმდინარეობს, ხო? და აი ეს პროცესი რომ მოგვიყვეთ, ახლა აი როგორ ხდება ხოლმე ეს ამონაცემების შეგროვება, სად პოულობთ, სად დადიხართ, რა ადგილებია და მათ შორის აი ეგ ნაწილიც გვაინტერესებს, ხო, თქვენ თვითონ თავს როგორ იცავთ, რა წესები გაქვთ იქ, საერთოდ ანუ ვინზე საუბრობთ, ვინ არიან ეს ადამიანები, აი ეს პროცესი რომ აგვიწეროთ და მოგვიყვეთ. კი ბატონო, ამ ეკოლოგიის ინსტიტუტში არის გარკვეულ ცხოველთა დაავადების ეკოლოგიის ცენტრი, სადაც ცხადია რომ მუშაობენ ეკოლოგები, თუმცა იმის გათვალისწინებით, როგორი რთულია სისტემა, რომელიც აღწერეთ, ხო? მრავალფეროვანი პათოგენი, რამოდენიმე სახეობის, ვექტორი, საკმაოდ მრავალფეროვანი რეზერვუარი, რომელიც შეიძლება იყოს ფრინველიც და ძუძუმწოვარიც, ცხადია, ნუ შუაში ტკიპები ცხადია, რომ ეგეც ვახსენეთ, რომ სერიოზული დეფიციტია ხო ამ სპეციალისტების, გჭირდება ამ მიმართულებით რომ იმუშაო ბევრი ადამიანი, ვინც სხვა მიმართულებით ფლობს გარკვეულ ცოდნას და გამოცდილებას, ხო? აი ამ კვლევისას ნიშნულოვანი ადამიანი, ვინც ერკვევა მოდელირებაში, ტკიპებში, ფრინველებში, წვრილ ძუძუმწოვრებში, გარკვეულად გენეტიკურ მეთოდებში, ხო? დიაგნოსტიკის მეთოდებში და ასე შემდეგ. ცხადია, ყველა ესეთი ადამიანი ამ ჯგუფში არის თავმოყრილი. რაც შეეხება ტკიპების სპეციალისტს, აი ჩვენ და საამაყოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ამ პროექტის ფარგლებში სამაგისტრო ნაშრომი დაიცვა ერთ-ერთმა ჩვენმა სტუდენტმა, რომელიც სრულფასოვანი წევრია ახლა ჩვენი ჯგუფის და შემიძლია ვთქვა, რომ აი მოკლე პერიოდში ყავს სპეციალისტი, რომელიც ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა დღეს საქართველოში. მან
დაასრულოთ თავის მაგისტრატურა, ჩააბადოთ დოქტორანტურაში და ამ მიმართულებით აგრძელებს თავის კვლევას. რაც შეეხება სინჯის აღებას, ჩვენ შემთხვევაში აი ამ ბევრი სინჯი რო ახსენეთ, 15000-მდე ტკიპა შევაგროვეთ, გავანალიზეთ. შეგროვდა, ავიღეთ შემთხვევითად შერჩეული 500 წერტილი, სამწუხაროდ ეს ტერიტორია არ მოიცავს ჩვენ ოკუპირებულ ზონებს, ხო? და ამ შემთხვევითად შერჩეულ თითოეულ ტერიტორიაზე მივდივართ და ზომავთ ვიღებთ მიკროკლიმატურ მონაცემებს, როგორც არის ტემპერატურა, ტენიანობა, შეიძლება იყოს ისეთი ფაქტორები, რომელიც შეიძლება გავლენას ახდენდეს ტკიპების სამწუხაროდ ქართული შესატყვისი არ ვიცი ამ მიმაგრების ქცევაზე, questing ქვია ეს. ანუ ეს არის პოზა მდგომარეობა, როდესაც ტკიპა ადის სცენარეზე, ბალახზე და დგება იმ წინა კიდურებს წევს ისე აქვს სპეციალური კაუჭები, ასე ვთქვათ, რომლითაც ფაქტიურად საკმარისი ოდნავ შეხებაც რო ძალიან ადვილად ემაგრება განსაკუთრებით ტანსაცმელს და სხეულს. და ეს ვცდილობთ ის ფაქტორებიც ავიღოთ, ის მონაცემები და განვსაზღვროთ, რომელიც შეიძლება გავლენას ახდენდეს ტკიპის ქცევაზე, იმიტომ რომ ტკიპის ყოფნა არ ყოფნა დამოკიდებულია მეთოდიდან გამომდინარე, იმის გამო რომ ყოველ ადგილას, გარდა იმისა, რომ მონაცემებს ვიღებთ, ეგრეთ წოდებულ დროშას, flagging-ი ქვია ამ იმას ინგლისურად, რომელზეც არის ფაქტიურად დიდი თეთრი ფლანელის ნაჭრის დროშა, ფლანელი ადვილად იმაგრებს უფრო ისეთი ბუსუსიანი ის არის და ადვილად იმაგრებს ტკიპებს და დავდივართ და ამ ტერიტორიაზე ვუსვავთ ამ დროშას მიწაზე. ან ბალახზე, რაც არის ხო, შესაბამისად თევზად ტკიპაობთ ასე. ტკიპაობთ. შესაბამისად გვაქვს მონაცემები ყოველი წერტილისთვის, რომელი სახეობის ტკიპები ყავს და ეს ტკიპები რა პირობებში ცხოვრობენ. შესაბამისად იმის მოდელირებაც რომელიმე სახეობა რა ტერიტორიას შეიძლება იგავებდეს, სად შეიძლება იყოს თეორიულად გავრცელებული. შედარებით მარტივდება, თუ ეს სინჯი საკმარისად დიდია. და მოგეხსენებათ, ხა 500 წერტილი არის საკმაოდ ესეთი კარგი წარმომადგენლობით სინჯი. პროექტის დასრულების ბოლოს გვექნება 500 წერტილზე მონაცემები თითოეულ წერტილზე, რომელი სახეობის ტკიპა იყო გავრცელებული და აი ამ გარემოს ცვლადების შესახებ, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მათ გავრცელებაში. ამიტომ თქვი მე დასაწყისისთვის რომ ეს არის პოდკასტი ეკოლოგიურ დეტექტივზე. ეს არის ეს აღოთ ხა არაზეც ამბობდი ლევან ეს არის ამ შემთხვევაში ტკიპები რომლებიც ну საათღაც არიან, რა ვიცი, ბალახებზე ცხოვრობენ და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენ ხო აი ამ რეზერვუარებსაც იკვლევთ. კი. აი ეგ როგორ ხდება ხოლმე, ანუ სად პოულობთ და აი რა ვიცი, დავიჭირე დავუშვათ რაღაცა ფრინველი, შევამოწმე, მე რა ხდება. ხო, როგორც ვახსენ უკვე ჩვენ ჯგუფში არიან ადამიანები, ვინც ვისაც წლები აქვს გატარებული ფრინველებზე კვლევაში, ძუძუმწოვრებზე კვლევაში. დავამატებ, რომ ამ საკითხზე ხა თქვენ აქ ეკრანზე დაინახავთ სადღაც შესაბამის ვიდეოს, ჩვენ უკვე გვყავდა თქვენი გუნდიდან ერთ-ერთი წარმომადგენელი, როცა ჩავწერეთ ეპიზოდი ფრინველის გრიპის საქმე და რეკომენდაციას გიწევთ, რომ ამ ეპიზოდს აუცილებლად მოусმინოთ, იმ შემთხვევაში უკვე ფრინველებში გრიპის ვირუსის მუტაციებს ის კვლევაზე არის და როგორ პოულობთ ამ სხვადასხვა ფრინველის გრიპის ვარიანტებს, როგორ არიან ამაში ჩართულები აი ეს ადამიანები, ის გუნდი, რომელზეც ახლა ლევანი საუბრობს. ადამიანებში გრიპიც როგორ მომდინარეობს ამ ფრინველის გრიპისგან ბოლო-ბოლო. იმიტომ რომ გრიპი ზოგადად ფრინველებისგან მოდის. და აი სწორედ აი თუნდაც მაკულების ფარგლებში, ფრინველის გრიპის კვლევის ფარგლებში გვაქვს 60,000-მდე სინჯი აღებული წარმოიდგინეთ დღემდე და წარმოიდგინეთ რამდენმა ფრინველმა გაიარა ჩვენ ხელში, ასე ვთქვათ, რამდენი ფრინველი დავიჭირეთ. შესაბამისად ვიჭერთ ფრინველებსაც, ვიჭერთ წვრილ ძუძუმწოვრებსაც, ვაგროვებთ მათგან ტკიპებს. შეიძლება ძუძუმწოვრების შემთხვევაში აღებული იქნას კანის ბიოპსიაც, სადაც ხდება ბორილის მოძებნა, მაგრამ ხაზი უნდა გაეშვას იმას, რომ როგორც მე მგონი წეღანაც ვახსენეთ, ბორილის არსებობა ორგანიზმში არ ნიშნავს, არ მიუთითებს, ასე ვთქვათ, მის როგორც რეზერვუარის კომპეტენცია. შესაბამისად, დამატებითი ინფორმაცია, რასაც ვიღებთ, არის მათი სხეულიდან აცლილი ტკიპები. ძირითადად ეს არის ლარვები. ანუ ლარვაში თუ ხვდებით პათოგენს
წვრილ ძუძუმწოვარში და ტკიპაში, ოღონდ ლარულ სტადიაზე მყოფ ტკიპაში ეს დიდი ალბათობით მიანიშნებს და თუ საკმარისი რაოდენობის მონაცემია შეგროვილი. ეს დიდი ალბათობით მიანიშნებს აი ამ წვრილი ძუძუმწოვრის რეზერვუარის კომპეტენციაზე. ანუ ეხლა ეს ცალკე პროცესი არ არის, ხო? დავიჭირე რაღაცა ფრინველი, იქ შესაბამისი ადამიანები ამ ლარვებს აგროვებენ, ბორელიას ვეძებთ, იქით ფრინველის გრიბზე ვიკვლევთ, ეს ხდება ხოლმე, თუ ეს ცალკე გაყოფილი პროცესია? არა, შეიძლება ერთ ექსპედიციაში გადაიფაროს, მაგრამ ძირითადად ცალ-ცალკე ხდება ხოლმე. თუ ადგილი არის მნიშვნელოვანი, შეიძლება იყოს გამიჯნული რაღაცა დრო დაეთმოს, კი ბატონო. გრიპის ინჯების აღებას და რაღაც დრო დაეთმოს, თქვათ. ეს რო შევაჯამოთ, ესე იგი მივდივართ ადგილზე, ვაგროვებთ ტკიპებს, ამ ტკიპებში საზღვრავთ პათოგენს, მათ სახეობრივ მრავალფეროვნებას, თითოეულის პრევალენტობას, ანუ წილი რა არის, ამავე ადგილიდან ვცდილობთ დავიჭიროთ ფრინველები, დავიჭიროთ წვრილი ძუძუმწოვრები. ის სახეობები, რომელსაც მიმაგრების ქცევის მქონე ტკიპებში ვნახულობთ, ნახოთ, რომელში ესე იგი ძუძუმწოვრებიდან რომელ სახეობებში, რომელი სახეობის ბორელიები გვხდება, ფრინველებში რომელი სახეობის, რომ განსაზღვროთ რეზერვუარის კომპეტენცია და ნუ აი პრინციპში ეს გვაძლევს რაღაც კონკრეტულ ადგილზე მონაცემებს, რომელი სახეობის ბორელიები გავრცელებული, რა პრევალენტობა და რომელი სახეობები არიან მნიშვნელოვანი როგორც რეზერვუარი ამა თუ იმ სახეობის ბორელიისთვის. აი ამ ფრინველებს როგორ იჭერთ? ბოდიშთან რაღაც გინდოდა, მაგრამ ბევრი მეთოდი არსებობს, გააჩნია ფრინველს ბეღურასნაირების დაჭერა, ქვია ეგრეთ წოდებული სახლართი ბადეები, არის ისეთი წვრილი აბრეშუმის ძაფით შეკერილი ბადეები, რომელიც ფაქტიურად გარკვეული რაღაცა ვეგეტაციის ფონზე მაგალითად თითქმის უხილავია, არის ეს ბადე გაბმული რაღაც გარკვეულ ტერიტორიაზე, შეიძლება მისაზიდად გამოიყენო ფრინველის ხმებიც და ფრინველი მოფრინავს ეჯახება და თითოეულ ბადეს აქვს ესეთი დანაყოფები, რომელიც ჯიბეს იკეთებს, ასე ვთქვათ, პირველი დაეჯახება და ჯიბეში ვარდება. შემდეგ გამოხსნიან ფრინველს. ამასაც ცალკე ცოდნა და გამოცდილება ჭირდება აი პატარა მცირე ზომის ფრინველებს, როგორ მოიპყრა ისე რომ ფრინველი არ დააზიანა. ჩემთვის როგორც ცხოვრების დიდი მოყვარულისთვის მოკლედ ეგ საინტერესო პროცესი არის რა, ეხა ეგ წასვლა ამ ფრინველების დაჭერა ისა და ხო და აი მაგის კითხვა მინდოდა რა, ზუსტად კლას გარეშე კითხვა მაქვს ერთი, ეხა ჩვენ ბევრი ახალგაზრდა ძველგაზრდა ვიყურებს და მოხალისეობრივად ვიცი რომ ხშირ შემთხვევაში როცა პროფესიულ საქმეზე მიდიხარ, მოხალისე შეიძლება ხელის შემშლელი ფაქტორიც კი იყოს, მაგრამ ადამიანი რომელიც დაინტერესებულია და მოხალისეობრივად მაგალითად შავი სამუშაოს შესრულება უნდა და უბრალოდ დაკვირვება იმაზე, რასაც აკეთებთ. რამდენად გვაქვს შესაძლებლობა რომ ჩავერთოთ მოხალისეობრივად, მით უმეტეს თუ ცოტა სპეციალისტი არის და საქმე შრომატევადია, შეიძლება იყოს შემთხვევები, როცა გჭირდებათ კიდეც ასეთი მოხალისე. ალბათ ნაკლებად აი იმ სპეციფიკიდან გამომდინარეც, რომ ეს არის რაღაც გარკვეულ რისკებთან და გარკვეულ ცოდნას და გამოცდილებას შეიძლება გაუცნობიერებლად რამე ისეთი ანუ ნიშნავს, რომ რაღაც ყურადღება და ძალისხმევა უნდა გაანაწილო. მე ვთვლი რომ ყველაზე კარგი ჩემი მხრიდან შეთავაზება იქნება რომ ჩავაბაროთ ჩვენთან ილიას უნივერსიტეტში. გახდეთ ჩვენი სტუდენტები. ხო, არ ვიცი, ხა ბაზრის კვლევა გაკეთდა. ბაზრის კვლევა გაკეთდა, რომელმაც თქვა, რომ ყველა უნივერსიტეტი სადაც კი რამე კაი ხდება, უნდა დავხუროთ და სავარაუდოდ არ ვიცი რამდენად შესაძლებელი იქნება. იმედი მაქვს, ეს იგივე დამთავრდება, მაგრამ ანუ რა მინდოდა, რაზე მინდა რომ ეხლა ხაზი გავუშვო აქ, რომ როცა ჩვენ მეცნიერებაზე ვლაპარაკობთ, ხო, საქართველოს ილიას უნივერსიტეტი ის ადგილი, რომელიც საქართველოს მეცნიერებას პირს წმენს. ამაზე უნდა ვაღიაროთ იმიტომ რომ ეს არის ასე და მეცნიერება რაღაცა ერთ ფაკულტეტზე და ერთ ქალაქზე არ არის მიბმული, ეს არის მულტიდისციპლინური და ის რასაც მოვისმინეთ, სწორედ ეხლა ამისი დასტური იყო, ხო, იქ სხვადასხვა სკოლებიდან, სხვა ინსტიტუტებიდან გაერთიანებული ადამიანები სხვადასხვა კომპეტენციებით და ცოდნით რეალურად აკეთებენ აი ამ საქმეს, რომელსაც ქვია მეცნიერება და რომელსაც აქვს პრაქტიკული გამოყენება, იმიტომ რომ ეს ჩვენს ადამიანების ჯანმრთელობაზე სიცოცხლეზე აისახება და ასე ამოგლიჯო მიჭრა-მოჭრა ეს მინდა ეს არ მინდა, მე საქმე აღარ გამოდის. ეს არ არის 1916 წელი, როცა სწორხაზოვნად რაღაც საკითხებს ვუყურებთ და წარმოგვიდგინა რომ უიას დავინახე, ესე იგი შედეგი არის ეს. ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა ჭირდება ესეთი ჯგუფების შექმნას, რომელიც ეფექტურად მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით. სადაც გაერთიანებულები არიან ადამიანები, რომელთაც ცოდნა და გამოცდილება აქვთ რაღაცა სხვადასხვა მიმართულებით.
კი ბატონო. ამ საკითხში მოგეთ თუმცა წერანდელ კომენტართან დაკავშირებით ის არ უნდა გავიგოთ რომ რაღაცა სტუდენტებს რაღაც რისკის ქვეშ ვაყენებთ. უბრალოდ აქ მინდოდა მეთქვა რომ სანამ სტუდენტი ამ ტიპის აქტივობაში ჩაერთვება გადის მინიმალური ცოდნა საჭირო. ისეთ ხანგრძლივ მომზადებას ამისთვის. თქვენი კვლევის ფარგლებში რომელიც მოიცავს რაღაც 500 წერტილს მაინტერესებს ანუ აი თუ არია წინასწარი მონაცემები ან თქვენი დაკვირვების შედეგად თუ გვაქვს მუნიციპალიტეტების ან გეოგრაფიის მიხედვით ქვეყნის ცხელი კერები ანუ სადაც პრევალენტობა ამ ლაიმის დაავადების გადამდანი ტიპის და თვითონ იმ ბაქტერიას რომელიც იწვევს ამ ლაიმის დაავადებას მაღალია. ანუ რო ვიცოდეთ ეს ეპიდემიოლოგიური სურათი როგორი არის საქართველოში. ხო, ჩვენ ცხადია მონაცემები გვაქვს მხოლოდ გარეული ცხოველებიდან და ტიპებიდან, ხო? ბოლომდე პროექტი არ დასრულებულა და ამის ანალიზი არ გაკეთებულა, რომ შევადაროთ როგორია გეოგრაფიული განაწილება ამ პრევალენტობების, თუმცა ისევ ერთ-ერთი სტუდენტის შრომის შედეგ, სამაგისტრო შრომის შედეგი შემიძლია გაგიზიაროთ. შედეგები, რის მიხედვითაც იქ იყო შერჩეული თბილისი, რომელიც როგორც ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ნაწილი ქვეყნის, დედაქალაქი და მიმდებარე ტერიტორიები და ბორელიას პრევალენტობა ტკიპებში იყო საკმაოდ მაღალი, დაახლოებით რამოდენიმე საკვლევი ადგილი იყო აღებული შემოგარენში და პრევალენტობა 15-დან 40%-მდეც კი მერყევდა სხვა ადგილებში. ოღონდ აქ საუბარია ტკიპებში და ადამიანებზე არ გვაქვს და ეს პირდაპირ ალბათ არ უნდა გადაითარგმნოს ადამიანებში ბორელიას პრევალენტობაზე არის დამატებითი საკითხები, რაც არის საკვლევი. და თვითონ ტკიპების რაოდენობაც ხომ მნიშვნელოვანია, რამდენი ტკიპა არის პოტენციურად, რამდენი ტკიპა შეიძლება დაგაინციროს. საკმაოდ მაღალი სიმჭიდროვე არის იქსოდესის ტკიპების თბილისის შემოგარენ ტყეებში. ესეც მნიშვნელოვანია, რომ ითქვას, ყველა სახეობა ყველგან არ გვხვდება, თავის გარკვეულ ნიშას იკავებენ, თავისი მოთხოვნილებები აქვთ, ასე ვთქვათ, გარემო პირობების მიმართ. იქსოდესები განსაკუთრებით გზნობიარეები არიან ტენიანობის მიმართ. შესაბამისად, იქსოდესი ყველაზე ფართოდ გავრცელებულია ტყით დაფარულ შედარებით ტენიან ადგილებში. კეთილია სხვა, ან მოდელირება თუ არის შესაძლებელი იმ ქვეყნების მიხედვით, სადაც ასევე არის გავრცელებული ეს სახეობები ტკიპების და ბაქტერიების, ანუ რო ავიღოთ აი სამოდელოდ რა და აი შესაძლებლობა რო ქონდეს დავაპროგნოზოთ, აი ჩვენთან როგორი შეიძლება იყოს ეპიდემიოლოგია რა, იმ ქვეყნებში, სადაც კლიმატი შეიძლება მსგავსი იყოს და ეს სახეობებიც გავრცელებული იყოს. ეს პრაქტიკა თუ გამოიყენო. ალბათ, რადგან გვაქვს მაგის ფუფუნება, რომ ამ ხელა მონაცემები გვაქვს, უკეთესი იქნება და უფრო ზუსტ მონაცემს მოგცემს, მოდელირება ჩვენ სინჯებზე დაყრდნობით გავაკეთოთ. შეიძლება არის მაგის პრაქტიკა, რომ გავუკეთებიათ, განურციეთ, მაგრამ სანდოობა გაცილებით მაღალი იქნება იმ შემთხვევაში, როცა შედარებით პატარა გეოგრაფიული არეალიდან აი ამ ხელა სინჯი გვაქვს. შესაბამისად აი სანამ ბოლო ისინი გვექნება გვაქვს რომ ჩვენ მონაცემებზე დაყრდნობით გავაკეთოთ ეს პროცესი დასრულდება ნუ ძალიან კარგი ის იქნება ამის აი პრაქტიკული გამოყენება ხარ აი იქნება დაუშვათ აი ამის როცა დაასრულებთ აი ამ თელ პროცესს და უკვე გვეცოდინება გეოგრაფია რა რუკა გვექნება რომ აქ ესენი არის გავრცელებული როგორ შეიძლება გამოიყენოს ეს დაეხმარება ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებს რომ ისე დაგეგმონ თავისი აქტივობები რომ მაქსიმალურად ავირიდოს თავიდან დაწყებული ადამიანის მოსახლეობის ინფორმირებიდან მთელი რიგი ღონისძიებებით რომელსაც შეიძლება ხელი შეუშალოს გარეული ცხოველებიდან ადამიანზე პათოგენის გადაცემას. ამ ხრივ ეს თუ განვიხილავთ ზოონოზური დაავადების ჭრილში, თუმცა არის დაავადები, გარეული ცხოველთა დაავადები, რომელიც საერთოა გარეული და შინაური ცხოველებისთვის დაავადებები და მათი გამომწვევი პათოგენები, რომელიც მნიშვნელოვანია კონსერვაციის თვალსაზრისით, ანუ მრავალი კონსერვაციული პროექტი მიმდინარეობს ჩვენთან და შესაბამისად კონსერვაციული პროექტი მიდგომა ვერ იქნება წარმატებული თანამედროვე გაგებით თუ არ არის გათვალისწინებული ეს დაავადებების კომპონენტი. შესაბამისად სამი ძირითადი ის არის ხო, ერთი პირდაპირ კავშირში ადამიანის ჯანმრთელობასთან, მეორე შინაური ცხოველების ჯანმრთელობასთან და გარეული ცხოველების ჯანმრთელობასთან. ეს მონაცემები ბოდიში იქნება ნებისმიერი მიმართულებით სასწავლებლად. თავისთავად. აი ეს წეგან ფრინველებზე რო საუბრობდით. ანუ ყავს ისეთი გამოკვეთილი რაღაც კონკრეტული ფრინველები, სადაც
ყველაზე ხშირად ხდება მაგალითად ეს. ჩვენ აი წინასწარი მონაცემებით და რაც პრინციპში ცნობილი არის სხვა ადგილებისთვის ევროპისთვის და სხვა კონტინენტებისთვის სხვათა შორის შაშვისებრები არიან ნიშნულოვანი რეზერვუარები. კი ბატონო, და ეს რამე კონკრეტული ანომალური წერტილები თუ უკვე ქვეყანაში რა, აი სადაც რაღაცა განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაცია შეიძლება იყოს. ან არის ისეთი რაღაც აი შემიძლია საქართველოში რომელიმე ის ადგილას ვიცხოვრო, სადაც ვიტყვი რომ აი აქ ტკიპა არასოდეს არ იქნება, იმიტომ რომ ესეთი კლიმატია მაგალითად. რა ვიცი, აი მეტეოს ადგურზე თუ იცხოვრებ, იმაში რა ქვია, შეიძლება. მაგრამ ლინგვისტიკას დაეუფლები. ხო. ნუ ალბათ 2500-2700 მეტრამდე ვრცელდება ზღვის დონიდან, აი ნულიდან ტკიპები. აი ზედაზღვარს ფაქტიურად აი ყველა წერტილს რო ავიღებთ და უფრო დეტალურად შევისწავლეთ, ეგ გვეცვენება სადაც. მაგრამ დაახლოებით ესეა რა, 2000 ტყის სარტყელი 2500 მეტრამდე ვრცელდება და კიდევ ზემოთ ალპურ საძოვრებზეც არის გვაქვს რამოდენიმე მონაცემი, რომ ალპურ მთელოებზე უფრო სწორად, რომ ისევ ადამიანებისგან კვლევრებს აუკრავთ ტკიპები, ასე ვთქვათ. აი ესეთი პოპულარული რატო არის სამცხე-ჯავახეთი ამ თვალსაზრისით? მარტო ამ ფრინველებისა და მიგრაციის ადგილი რო ამაგიტო თუ სპეციფიკური კლიმატიც არის? პოპულარული არ ვიცი რა თვალსაზრისით, მაგრამ ნუ ყველაზე ისეთი სახიფათო ვექტორული ზონოზური დაავადება არის სადაც გაუგი არის ყირიმ-კონგო, რომელიც ნუ ერთ-ერთი გავრცელების ხო, ჯავახეთი, მესხეთი კლიმატის გამო თუ აი რატო ხდება ეგ იმიტომ რომ ეხა ფრინველებზე აი მაგიდან დავიწყეთ სწორედ ჩვენი საუბარი გვაქვს მონაცემები რომ ადამიანში ინფიცირება არის რაღაც გარკვეული სიხშირით ყირიმ-კონგოზე ყოველწლიურად გვაქვს რაღაც გარკვეული მონაცემები ამასთან მაგრამ რატომ აი მან თუ მივდივართ მაშინ უნდა ჩავიდეთ სიღრმეში და შევისწავლოთ ეკოლოგია ამ დაავადების რაზეც მთელი ეს გადაცემის მანძილზე საუბრობს და აი ეს მონაცემები რომელსაც ჩვენ ვქნით თუ ტკიპებიდან დაწყებული ხო იქნება იმ ნიშნულოვანი საბაზისო კვლევა, რომელიც გაადვილებს და ხელშეუწყობს ნებისმიერი ტკიპისმიერი იქნება თუ არა ტკიპისმიერი დაავადების ეკოლოგიის კვლევას. ბოლოს მივალთ მაგ. აი მხოლოდ მაგ შემთხვევაში გავცემთ პასუხს რატომ, როგორ და კიდევ იმასაც თეორიულად მომავალში კლიმატის ცვლილებასთან ერთად როგორ შეიძლება შეიცვალოს ეს. ხო, აი გუნა მეთქვა ზუსტად ეხლა რომ ეს ერთიანჯანმრთელობის პრიზმაში დანახული ეს კვლევა ხო უწყვეტი უნდა იყოს ეს ტკიპები რაც ჩვენთან ცხოვრობენ ეს საქართველოს მაგათ სამშობლო ხო არ არის თავის დროზე საიდანაციდან მიგრირებულები არიან რაღაცა კონკრეტული ფაქტორების გამო და იმის გათვალისწინებით რომ კლიმატის ცვლილების ეპოქაში ვართ აქტიური ცვლილების ეპოქაში თავისუფლად შესაძლებელია რომ ტკიპა რომელიც დღეს საქართველოში არ არის 1 და 2 წელიწადში იყოს რომელსაც სხვა დაავადება გადააქვს ადამიანს ამიტომ ეს კვლევა ალბათ უწყვეტი უნდა იყოს ხო და ნოველოდით იმასაც რომ ეს ტკიპები შეიძლება მომსახურებულად გაჩნდეს ჩვენთან ნუ ჩვენ უკვე გვაქვს მაგალითად ნაპოვნი გვაქვს ტკიპის სახეობა რომელიც აი ძველ სახელმძღვანელოში რომელიც ვახსენეთ არ იყო ნახსენები ეს შედარებით სინჯის აღების ის არის რა ქვია მიკერძოება თუ ნამდვილად ბოლოს გაჩნდა თუმცა არაერთი კვლევა არსებობს იმაზე როგორ იფართოვებენ ვექტორები თავის არეალს კლიმატის ცვლილებასთან ერთად კი და ტკიპას რამდენი დაავადება გადააქვს მათ შორის რიკეტსი თუმცა საქართველოს შეიძლება იყოს სამშობლო ზოგიერთი ტკიპისაც მართლა შეიძლება იმიტომ რომ გამყინვარების დროს მაქსიმუმის დროს ფაქტიურად ტერიტორიის დიდი ნაწილი ხდება უსარგებლო ასე ვთქვათ შეუძლებელი ხდება ცოცხალმა ორგანიზმებმა ისეთმა ფეხსახსრებმა მაგალითად როგორც ტკიპები რო იარსებონ და მათი გადარჩენა ხდება როგორც წესი რეფუგიუმებში მცირე ზომის ტერიტორიაზე რომელსაც კლიმატის ცვლილება იმდენად არ ეხება ხოლმე შესაბამისად მსგავსი რეფუგიუმი კავკასიაში იყო რამოდენიმე ხო და ნუ შეიძლება ტკიპების ნაწილი გადარჩენილი იყო ამ რეფუგიუმში ხო და დღეს არსებული ტკიპების ნაწილი იყოს სამშობლო საქართველოს. აია, მე იმპორტიორი ქვეყანა მეგონი. ხო, რაც შეიძლება იმპორტს და მოძრაობას. ღვინის და ტკიპების სამშობლო. ხო, ტკიპების ნაწილი არის საკმაოდ ფაქტურად არ აქვს ეფექტურად შორმანძილებზე გავრცელების საშუალება, იმიტომ რომ მაგალითად მათი არჩევანი არ არის ფრინველები, მაგრამ მაგალითად იქსოდესი, რომელზეც დღეს ვისაუბრეთ, რომელიც კომპეტენტური ვექტორია ბორელიასთვის.
100 კილომეტრზე შეიძლება გადაიტანონ ფრინველებმა მიგრაციის დროს. და გარდა ამისა, სავარაუდოდ კიდე ეს ხა მაქსიმალურად ვიჭრებით ამ ცხოველთა სამყაროში, ვხოცავთ, ხეებს ჭრით, შევდივართ ამ გარემოში, შევდივართ, ეს ხო არ ღვევს აი ამ ბალანსს რა, ყველაფრის, იმიტომ რომ ცხადია. ხო, აი ამ მრავალფეროვნებას როცა ვარღვევთ, ის დისბალანსი გვაქვს მერე და შეიძლება რომ სადღაც ანომალურად დომინანტური გახდნენ და გამოჩნდნენ ისეთი სახეობები, მათ შორის ამ ასეთი ტიპის ორგანიზმების, რომლებიც მანამდე, ავიც 20 წელს წინ არ ჰქონდათ. ერთ-ერთი მთავარი რისკ ფაქტორი სწორედ აღმოცენებადი დაავადებების არის სწორედ ეგ, რომ რაღაცა სხვა რეალში შეჭრა და მეორე, რაც ეკოსისტემის სიჯანსაღესთან როგორ შეგვიძლია დავაკავშიროთ, რაც მრავალფეროვანია ეკოსისტემა, იქ თეორიულად უფრო ნაკლები შანსია ადამიანის ინფიცირების, იმიტომ არსებობს ეგრეთ წოდებული განზავების ეფექტი, რაც უფრო მრავალფეროვანია, ალბათობა იმის, რომ ეს ტკიპა დააჯდეს სხვა სახეობებს და არა ადამიანი იპოვოს, მაინც და მაინც არის უფრო მაღალი. აი ამაში იგულისხმება განზავების ეფექტი, იგულისხმება სწორედ ეს. და გარდა ამისა, რაც უფრო მრავალფეროვანია ეკოსისტემა, მათი ბუნებრივი მტრებიც რომ მეტად იყვნენ და რაღაცნაირად აკონტროლონ უფრო მათი რაოდენობა, ხო იგივე ვექტორების და თუნდაც რეზერვუარი სახეობების წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც დღეს ცოტა ისეთი მიდგომა ამ მტაცებლების მიმართ, რომ ყველა მტაცებელი უნდა განადგურდეს, თუმცა მღრღნელების სიმჭიდროვე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მათ ბუნებრივ მტრებზე. შესაბამისად, არაერთი კვლევა არსებობს მღრღნელების პოპულაციური ტალღები, როგორ ახდენს გავლენას ბორელიას პრევალენტობაზე ადამიანში, ინფიცირების სიხშირეზე, ინციდენტობაზე, ასე ვთქვათ. შეიძლება რომ ერთ ტკიპაში სხვადასხვა ის შეხვდეს ბაქტერია? ცხადია, კი. არა მხოლოდ ბაქტერია. ინფექციური აგენტი შეიძლება იყოს ვირუსიც, შეიძლება იყოს პროტოზოა ერთუჯრედიანი ორგანიზმები. ჩვენმა პარტნიორმა კომპანია PSP-მ თემატურად გამოგვიგზავნა ორი ძალიან სასარგებლო პროდუქტი მწერების კონტექსტში. ეს არის ბელგიური კომპანია Pranarom, რომელიც მუშაობს არომათერაპიის და ასევე ესენციური ზეთების წარმოების მიმართულებით და პირველი ასეთი გვაქვს მწერის კოღოს საწინააღმდეგო სპრეი. და მთავარი აქტიური ინგრედიენტი, რასაც უნდა დავეყნოთ, როდესაც მის ეფექტურობაზე ვსაუბრობთ, არის ეგრეთ წოდებული PMD, რომელიც მაგალითად ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაც აღიარებული არის როგორც ერთ-ერთი მთავარი რეპელენტი და რეპელენტს რომ გულისხმობთ მწერების მოსაგერიებელ საშუალებას, ამიტომ ძალიან ისეთი არის ეფექტურია. მისი გამოყენება 3 წლიდან 2 წლის ნახევრის პერიოდიდან უკვე შესაძლებელია მხოლოდ ხელებზე და ფეხებზე, თუმცა 7 წლიდან უკვე მთელ სტანზე და ღია ადგილებზე შეიძლება. ხო, მინდი ესე ისხავ და კოღო აღარ ეკარება, ანუ ეს PMD რას აკეთებს, ანუ არ ღვევს ფაქტობრივად ყნოსვით მგრძნობელობას კოღოსი და კოღო აღარ ეკარება 7 საათის განმავლობაში. 7 საათი აქვს დაცვის პერიოდი, ანუ ძილის წინათ შეგიძლია დაისხათ, თუ ისეთ ადგილას ხარ, სადაც ის არის. გარეთ ყოფნის პერიოდში 7 საათში ერთხელ განახლება შეიძლება და ორ სულებში, რაც მნიშვნელოვანი არის, 4 ანუ მეორე ტრიმესტრიდან შეიძლება მისი გამოყენება, ანუ ორ სულობის მეოთხე თვიდან არის დაშვებული მისი გამოყენება და აქ გვაქვს მეორე ასეთი პროდუქტი. მაგრამ ამაზე ვიტყვი მე ახლა რატო მომწონს რა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ჰუმანური რა. კი, სხვათა შორის ვეგანური პროდუქტებია. ვეგანური პროდუქტებია ორივე. და ხო, არ მოკლავს, ანუ უბრალოდ აფრთხობს რა ამ კოღოს და შეიძლება სხვასუკვინოს. ხო, სხვამაც დაისხოთ და არავის არ უკმას იტრიალებს ეს კოღო და ბოლოს თავის მოკვდება სიბერით. ხო და რაც შეეხება მეორე პროდუქტს, ეს გახლავთ ასევე Pranaromის როლერი უკვე ნაკბენის შემდგომ წასასმელი. აქ აქტიური ინგრედიენტები რაც გვაქვს, ეს არის მენთოლი, ასე ვთქვათ, ბაღის პიტნის ზეთი, მენთოლი არის აქტიური ნივთიერება და მისი მნიშვნელოვანი ეფექტი გამოიხატება იმაში, რომ ააქტიურებს, აი ნაკბენის გარშემო უნდა წავისვათ და ააქტიურებს სიცივის, სიგრილის შეგრძნების რეცეპტორებს. და აქვს გაღიზიანების საწინააღმდეგო ეფექტი და თავარი რაც არის სარგებელი, რომ ის ჯერ ერთი დისკომფორტი რაც გაქვს, აღარ გაქვს, როდესაც ამას ისვავ. და პლუს აღარ გეკავება, რაც არის ხოლმე მთავარი მაწამებელი ამ რაღაცა მწერების ნაკბენის შემდგომ, რომ გეკავება, ამ ქავილის დრო შეიძლება ინფექცია შეიტანო იმ ნაკბენის
თუ ჭრილობა არის იმ ადგილას და ასე შემდეგ, ასევე ლავანდაზეც შეიცავს, რომელსაც არსებობს მტკიცებულებები, რომ აქვს ანტიანთებითი მოქმედება და მოკლედ 3 წლიდან ესეც არის შესაძლებელი, რომ 3 წლიდან გამოიყენება ბავშვებში, არ გამოიყენება ორსულებში, სხვა ასეთი უკუჩვენება არ არის და დღეში 3-4 ჯერ შეგიძლიათ წაისვათ თავისუფლად და ეს ორივე პროდუქტი მინდა ჩვენ სტუმარს, რომელსაც ხშირად აქვს შეხება მწერებთან, არა მარტო მწერებთან, გადავწე საჩუქრად PSP-სგან. ეს თქვენ. დიდი მადლობა. ეს იგი მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდ ძალისხმევას ვხდებით და დიდ დროს უთმობთ აი ჩვენ უსაფრთხოებას და ვიყენებთ იმას, ეს იგი დამატებით კოვებისგან დასაცავად გამოვიყენებთ. ხო, აი მოხალისეებსაც შეგიძლიათ ეს. ეს ხათყობენ და წაიყვანოთ. აი ხო მაგაზე მაინტერესებდა რომ ეს სპეციფიკური ტანსაცმელი რო თქვით რა, აი ამაზე რას ნიშნავს ეს სპეციფიკური ტანსაცმელი, აი რა გაცვია თქვენი ეკიპირება როგორ არის ხოლმე აი ამ ექსპედიციების დროს. თვითონ ნაჭერი ხე ჯობია რომ არ იყოს ბამბაზიის ნაჭერი, რომელიც თქვით რომელსაც დროშად ვიყენებთ ფაქტიურად, რომელიც გაცილებით ადვილად იკრავს ვიდრე ის ტიპ პრიალა სინთეტიკური ნაჭერი, უმჯობესიანო იყოს ღია ფერის, სადაც ტკიპის შემჩნევა იქნება გაცილებით ადვილი და ნუ ან კონდეს ეს არის საუბარი ლაშქრობისას, ხო? რჩევას ვაძლევთ მოლაშქრეებს ან ბუნებაში ვისაც უყვარს სიარული. კონდეს ან მანჟეტები კოჭებთან და მაჯებთან რომ გაურთულდეს ასე ვთქვათ ტკიპა 100%-იანი დაცვა არც რეპელენტი არც ის უბრალოდ ყველაფერი ერთად მაღალი ალბათობით გვიცავს შესაძლებელი არის პრაქტიკა მაგალითად მასში ჩატანა ის რა ქვია ფეხსაცმელში ჩატანა თუ მაღალყელიანი სალაშქრო ფეხსაცმელია ჩავიტანოთ ამ ფერზე მე პირიქით ვიცოდი ანუ მე ფიქრობდი რომ რაღაც რა შეიძლება დაასრულებია ეს მაგრამ ეს თეთრი ფერის დასმელი იზიდავს უფრო ამ რაღაცეებს და ხდებოდა ამ დროს პირიქით ეგ რეკომენდაცია რომ დაინახო და შენიშნო ადვილად ხო ექტოპარაზიტებისთვის ძირითადად ესე იგი მაგათი სენსორული სისტემა აღიქვამს სითბოს და ასევე CO2-ს, რომელიც იზიდავს მასალების ხო, ტკიპა რომელიც ზის და აქვს ეს მიწებების მიმაგრების ქცევა, ის ემაგრება ყველაფერს აბსოლუტურად. მიზიდვას რაც შეეხება ტკიპა არ არის ისეთი ორგანიზმი, რომელიც შეიძლება შორიდან მოვიდეს ჩვენთან ფერის გამო. საკმაოდ ნელა მოძრაობს, ანუ ერთადერთი გზა მისთვის არის გაუვაროთ ახლოს იმ მანძილზე რომ მან შეძლოს ამ თავისი კაუჭების გამოდება ასე ვთქვათ ამ მიმაგრების ქცევის დროს. ტყეში უფრო მაღალი შანსია თუ მაღალ ბალახში რო შევხვდეთ აი ამ ეჭვმეტანილებს. გააჩნია სახეობას, რომ სახეობებს საუბრობთ, სხვა ეკოსისტემაში სხვა სახეობები გვხვდება. ანუ ორივეგან არის. საქართველოს საკმაოდ მრავალფეროვანია, ბევრი ეკოსისტემა გვხვდება, შესაბამისად ამ შემთხვევაში უნდა გავიცვალოთ თუ გვაქვს საუბარი ისევ რადგან ბორელიაზე გქონდა საუბარი და იქსოდეს რიცინუსზე კონკრეტულად ყველაზე მაღალი შანსი არის ისეთ კარგად დაფარულ ტენიან ტყეში რომ მივიკრათ და ნუ მიმდებარე მინდვრებზე ასე ვთქვათ. კი ბატონო და ხიდან გადმოხტომა შეუძლიათ? ხიდან ჩამოვარდნა შეუძლია გადმოხტომა. ანუ მის თუ და ალბათ რაც იმის პერიოდში გამოჩნდებოდა ფოტოებიც, ხო აგებულებას თუ ნახავთ და შევადარებთ ისეთ ორგანიზმებს, რომელსაც თომა შეუძლია კალიეს მაგალითად, ხო, მისი კიდურები არ არის აბსოლუტურად მოწყობილი ისე რომ მას რაღაც შორმანძილზე გადახტომა შეეძლოს. ხო, ეს ამ ისეთი ცნობილი მითია. ისეთ ადგილებში პაულობენ ადამიანები ამ ტკიპებს, რომ გონიათ რომ ხტუნავს და მაგიტო არის ზურგზე და სახეზე. საკმაოდ მაღლა შეიძლება ავიდეს, აი მაგალითად ამონაყარზე, ხის ამონაყარზე საკმაოდ მაღალ სიმაღლეზე შეიძლება იყოს ისე რომ ტანზე შეიძლება მოეკროს, იმიტომ რომ რაც უფრო გვიანი სტადია სასიცოცხლო ტკიპის, ხო, ეძებს უფრო და უფრო დიდი ზომის მსხვერპლს. მაშინ როცა ლარვა და ნიმფა ეძებს პატარა ზომის ცხოველებს და ძირითადად მათ მიწის ზედაპირზე, ფოთლებზე და დაბალ ბალახზე ვნახულობთ, აი დიდის დასრული ინდივიდები, განსაკუთრებით დედრები, რომელსაც ჭირდება დიდი რაოდენობით სისხლი და დიდი ზომის ორგანიზმი, იმისთვის რომ კვერცხები მოამწიფოს, შეიძლება შეგვხვდეს მიწიდან 1 მეტრზეც მაგალითად. კი ბატონო, პინცეტი თუ ზეთი, აი ტკიპის ამოსაყვანად რომელი უნდა გამოვიყენოთ? ცალსახად პინცეტი თან ჯობია სპეციალური პინცეტი, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, რაც შეიძლება კანთან ახლოს
მოვკიდოთ მის თავსა და პირის აპარატს და ისე ამოვაძროთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენი დარჩეს შიგნით. ეს ისა ფეხები თუ ჩარჩა ეს სააველი პირობებში თუ შესაძლებელია რომ სწრაფად მიაკითხონ შესაბამის დაწესებულებას, ცხადია რომ თუმცა ხშირად დროს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს რა. რეკომენდაცია არის რომ არ უნდა დავატრიალოთ ეს, უნდა პირდაპირ ამოვაძროთ ფრთხილად. მაგრამ სწორი მნიშვნელოვანია რომ პინცეტი იყოს სწორი და ანუ არ უნდა გამოვიწიოთ იმის გაჭყლეტა. თუ გინახავთ არ ვიცი ამ ტკიპის ამოსაზრო პინცეტებს აქვს ესეთი ბოლოში მოხრილი თავი ისე რომ ამ პინცეტს რომ მიუტანთ ორივე ბოლოს ერთმანეთთან არ მოხდეს ტკიპის სხეულის გაჭყლეტა და ეფექტურად მოვკიდოთ აი ამ პირის აპარატზე და თავზე პინცეტი. და ისე ამოვაძროთ. და ახლა მაგალითად შენ თუ მოგჯდომია ეს ტკიპა თქვენ ექსპედიციებისთვის? სხვათა შორის აი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ბავშვობაშიც მე რეკულების პერიოდში სანამ უშუალოდ ღრმად ჩავიხედავდი ამ სფეროში. წარმოიდგინეთ ბოლო 2 წლის მანძილზე სპეციალურად დავდივარ და ტკიპებს ვაგროვებ და ესეთი შემთხვევა რომ მე დამაგრებოდა ზედ სხეულზე არ მქონია. ტანსაცმელზე მინახავს. თუმცა აი გამოცდილება მანამდელ პერიოდში მაქვს. ანუ რაც მეტი იცი ადამიანმა, გაცილებით მეტ ყურადღებას აქცევდა შესაბამისად ალბათობა იმისა, რომ დამაგდეს და რამე ინფექცია მიიღო, ასე ვთქვათ, არის დაბალი. არის თუ არა რამე ისეთი მითი, რომელიც ანუ რაღაც საზოგადოების ან გავრცელებულია და სულად არასწორია ამ ტკიპებთან შედარებით, აი ესეთი რაღაცა თუ გახსენდება. აი ალბათ არა ერთი მითი ვახსენეთ, მათი ხტომის შესახებ. ფეხი თუ ჩარჩა ამოღების მერე რომ შეიძლება გავრცელდეს კიდე და რა თუ ეგ რა აი გამიგია ხშირად რომ აი თუ პინცეტით ამოიღებ და ერთი ფეხი მაინც ჩარჩა ამ ტკიპის ეს არ არის მკვდარი და შეიძლება გააგრძელდეს. ხო, ფეხი არჩევა პირის აპარატია, რომელიც გადასცემს რომელიც რჩება, აი ბორელიას შემთხვევაში თავისი აი ეს რაც ვახსენეთ, ხო? გზიდან რომელიც უნდა განვლოს, ასე ვთქვათ, ადამიანზე მოხვედრის შემდეგ პირის ნაწილები რო ჩარჩეს, თუ დროულად მოხდა მოცილება, შეიძლება ბორელიათ ინფიცირებას ინფიცირებასთან არანაირი კავშირი ქონდეს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ის ჰემოლიმფაში უნდა გადავიდეს მერე მოხდეს ანერწყვეტ ჯირკვლებში. თუმცა სხვა პათოგენების შემთხვევაში შეიძლება მომენტალური რამოდენიმე წუთი იყოს საკმარისი იმისთვის, რომ გადასცეს. ჩარჩენა ყოველთვის ასოცირდება მერე ნუ ის რაღაცა იმუნური პასუხი უნდა აღიძრას, გაღიზიანდეს სადგალი, ხშირად ქავილი იცის, დამატებითი ინფექციის წყარო გახდეს, ამიტომ ყოველთვის ჯობია რომ რაღაც სრულყოფილად ბოლომდე იქნას ამოღებული. და აქვე ამოვანათოთ შევაწყოთ კიდე ერთხელ. ზეთი არა ის სადიფერენციაციოთ როგორ გამოიყურება რწყილი, ტილი და ჩვენი ტკიპა. იმიტომ რომ ეს რაღაც ბევრს ერევა ხოლმე ერთმანეთში. აი რწყილი ნამდვილად დახტის. აი საიდან დავიწყეთ რწყილი და ტილი არის ორივე წერი. ხო. ტკიპა არის ობობა და ფეხების რაოდენობით შეგვიძლია რწყილი დახტის ცხადია. მაგრამ შეიძლება ყველა მათ შორის ტკიპაც იმდენად პატარა იყოს, რომ ამ ფეხების მით უმეტეს ლარვას 6 ფეხი აქვს. ხო, ალბათ ეს ჯობია ახსნით არა და უფრო ფოტოზე ვაჩვენოთ. ფოტოზე ხო, როგორ გამოიყურება. კი ბატონო. ისეული მათგან. ლევან და ბოლო საკითხი და ეს თქვარი ანონსი იქნება ჩვენი შემდეგი ეპიზოდისთვის. ეს არის ალფა-გალის სინდრომი. იმიტომ რომ ჩვენ რამდენიმე კვირის წინ ჯანმრთელობის დღიურების გვერდზე დავდეთ ერთ-ერთი მორიგი სიახლე ნიუსი ეგრეთ წოდებული იმის შესახებ რომ პირველად დაფიქსირდა როცა ამ ალფა-გალის სინდრომით ადამიანი ალფა-გალის გამოწვეული ანაფილაქსიური რეაქციით გარდაიცვალა ადამიანი და რაღაც განსაკუთრებული მოლოდინები მედასანდროს ახლა ჩვენ არ ქონია ზოგადად რომ ამას დიდი გამოხმაურება მოყვებოდა რა ვიცი ერთ-ერთი ჩვეულებრივი ის არის ვიღაც დაიღუპა ამერიკის შეერთებულ შტატებში მაგრამ ის რაც კომენტარებში ხდებოდა ჩემთვის იყო სრულიად წარმოუდგენელი იმიტომ რომ მეც არ ვიცოდი როცა თურმე რამდენ ადამიანს ქონია იგივე დიაგნოზი საქართველოშიც და აი მოდი ხა 2-3 სიტყვათ ამაზეც ვთქვათ საიდან ჩდება აი ესეთი უცნაური დაავადება იმიტომ რომ ეს ტიპებიდან მოდის აქედან იწყება ხო ალბათ განმარტოს ალფა-გალი რას ნიშნავს გალი მოდის გალაქტოზიდან და სრული სახელი არის ამის გალაქტოზ ალფა 1-3 გალაქტოზა. გალაქტოზა თავისთავად არის მარტივი შაქარი,
რომელიც ფაქტობრივად ქიმიური ფორმულისგან ფორმულით არ განსხვავდება ალბათ ყველასთვის უფრო კარგად ნაცნობი გლუკოზისგან და ფრუქტოზისგან. უბრალოდ არის იზომერი, სამგანზომილებიანი სტრუქტურა განსხვავებული, ატომების შემადგენლობა, თანაფარდობა, რაოდენობა არის ერთი და იგივე. და galactosa, მათ შორის ადამიანშიც მნიშვნელოვანი მოლეკულა, ასე ვთქვათ, ენერგიის მეტაბოლიზმში. ისევე როგორც გლუკოზა. რაც შეეხება ალფა-გალს, რასაც ვეძახით ჩვენ, ეს არის დისაქარიდი, ანუ ორი galactosisგან შედგება. საინტერესო რა არის ჩემთვისაც მათ შორის, რომ ეს არის ალფა-გალის სინდრომი არის ფაქტიურად იმუნური პასუხი ამ ალფა-გალის მიმართ, ასე ვთქვათ, ამ დისაქარიდის მიმართ, რომელიც ეს უკვე ადამიანში არ გვხდება და გვხდება წითელ ხორცში, ცხრის ხორცში, საქონლის ხორცში. ბატონო. ეხლა რა იწვევს ამას იმუნურ პასუხს, რაც ჩვენთვისაა ცნობილი. ტკიპა კვენის დროს გადასცემს ორგანიზმს სწორედ ამ ალფა-გალს, რომელიც აღზრავს იმუნურ პასუხს, ყალიბდება იმუნიტეტი, იწევს იმუნოგლობულინ ის რაოდენობა და შედეგად განმეორებითად ხორცის მიღების შემდეგ ალფა-გალი უკვე სხვა გზით მომნელებელი სისტემიდან ხვდება და როგორც წესი დაყოვნებული რეაქცია აქვს, იმიტომ რომ კვებიდან დაახლოებით 2-6 საათი ჭირდება სანამ დაშლა მოხდება ნივთიერების და მაგ ფორმით გამოთავისუფლდება. შესაბამისად, უცნაური რა არის ქიმიური ფორმულით ალფა-გალი, რომელსაც ვიღებთ ტკიპისგან და რომელსაც ვიღებთ საკვებისგან არაფრით განსხვავდება. უბრალოდ მაშინ რა იწვევს ერთ შემთხვევაში იმუნური პასუხის აღზრდას და მეორე რეაქციას მეორე გზით ამ მოლეკულის მოხვედრისას, ვარაუდი არის ესეთი, რომ ტკიპას კვენისას ამ ალფა-გალთან ერთად მიყვება სხვა ნივთიერებებიც, რომელიც იმუნოლოგიაში ცნობილია ეგრეთ წოდებული ადიუვანტის სახელით. ეს ადიუვანტი რას აკეთებს? გარკვეულ ანტიგენთან ერთად, ანტიგენი ნებისმიერი უცხო მოლეკულა აღძრავს იმუნურ პასუხს, თუმცა ადიუვანტთან ერთად იმუნური პასუხი შეიძლება იყოს რამოდენიმეჯერ უფრო ძლიერი ვიდრე ცალკე ამ ანტიგენის მოხვედრისას. შესაბამისად, გაძლიერებული იმუნური პასუხი, წარმოქმნილი ანტისხეულები, შემდეგ უკვე მხოლოდ ალფა-გალის ადიუვანტის გარეშე მოხვედრისას რეაგირებს ორგანიზმი უკვე ამ წითელ ხორცზეც, რომელიც როგორც ახსენეთ, გართულება ყველაზე უკიდურეს შეიძლება იყოს ანაფილაქსია გამოიწვიოს. კი ბატონო, ანუ ამ შემთხვევაში სულთად ერთ кейსი იყო, აქ 47 წლის კაცზე ვლაპარაკობთ, რომელმაც ივახშმა რესტორანში და რამდენიმე საათში შემდგომ თავის მაცხოვრმა იპოვა აბაზანაში უგონო მდგომარეობაში და სამწუხაროდ ვერ მოხერხდა ამ ადამიანის გადარჩენა, იმიტომ რომ ვერანაირად, ანუ ვერც ერთი ეტაპი ერთმანეთთან ვერ დააკავშირეს, ხო? ანუ ხშირად ამ ალფა-გალის სინდრომს ეძახიან ხოლმე ხორცზე ალერგიას, რა, ანუ რეალურად ეგ არის პროცესი, ეხლა რასაც გავყევით, არის რომ მოხდა ტკიპის კვენა, ორგანიზმმა მიიღო ეს ინფორმაცია, შემდგომში როცა ესენი წავიდნენ რესტორანში ეს ხორცი შეჭამეს, ხო, აი ეს გაათმაგებული რეაქცია გამოვლინდა და ოღონდ დაგვიანებით და დაიღუპა ეს ადამიანი საბოლოო ჯამში. და ამ თემაზე ჩვენ საუბარს გავაგრძელებთ უკვე ჩვენს მეგობართან. კარგი, არ ვიტყვი ახლა, მაგრამ მიყურებს და შევახსენებ, რომ ველოდებით, მალე ჩავწერთ ამ ეპიზოდსაც, ვისაუბრებთ ჩვენს გამოცდილებაზეც, იმაზეც რა ხდება საქართველოში, რა ხდება მსოფლიოში და ეს სისტემა ზოგადად როგორ მუშაობს. მაგრამ ხო, აქაც ისევ ჩვენი ძველი მეგობარი ტკიპები არიან თავარი დამნაშავეები. სანდრო, რამის დამატება ხო არ გინდა? შეგვიძლია დავასრულოთ, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვისაც, ძალიან ბევრი ახალი რამე გავიგე, აღარ მოვყვები. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით და მოგვიყევით ეს საინტერესო დამატება ხო არ გინდა? არაფერი, უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია, რომელიც გავაჟღერეთ დღეს, დაეხმარება თქვენს მსმენელს მომავალში, რომ თავიდან აირიდონ ის საფრთხეები, რაც რეალურად არის გარემოში და რომელიც მოდის. კი, და ეხლა ჩვენ მაინც შედარებით ისეთ ჩარჩოში ვსაუბრობდით, რომ არ გადავსულიყავით აი ამ კონკრეტული თემის მიღმა, რომ ძალიან ბევრ საკითხს არ შევხებოდით, მაგრამ ის ყველაფერი, რაც თქვენთან ამ ინსტიტუტში და ამ თქვენ კოლეგების წრეში ხდება, მრავალმხრივ არის საინტერესო და ჩვენს მსმენელს ვპირდებით, რომ ამ საკითხებზე კიდევ მოვიწვევთ ხოლმე ამ გუნდიდან ადამიანებს და ბევრს ვისაუბრებთ, რომ ვიცოდეთ რა კეთდება, როგორ კეთდება და როგორ მუშაობს აი ეს
ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ ვრჩებით ერთგულები ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპის და გვჯერა რომ აი ამ ბიომრავალფეროვნების, აი ამ ყველა რგოლის თანარსებობის გარეშე უბრალოდ ჩვენი სიცოცხლის ხარისხი იქნება აბსოლუტურად განსხვავებული. კეთილი, დღეისათვის სულ ეს იყო, ძალიან დიდ მადლობას გიხდით. შეგახსენებთ, რომ ეს არის საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის პროექტი, გამოყვებით ჩვენს სოციალური მედიის პლატფორმებზე. მე შესაბამის აღწერილობას ნახავთ ამ ვიდეოს აღწერაში. ეს იყო პოდკასტი ეკოლოგიურ დეტექტივზე. კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის. ხამდის.